იგივე ყვარაცხელიას, იგივე მამარდას წარმატება, მათი პერსონალური რა თქმა უნდა არის. კი. მაგრამ არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ თუნდაც აი FIFA-ს ნაწილი და თუნდაც სხვა მიმართულებით ინტერესი გაიზარდა და ვიღაცამ ნახა რომ ვა, აქედან არის ხო, აი ზუსტად მაგდან რაღაც ინტერესი. კი, აი მაგით. სამტრედი ესაც შეიძლება აი კარგი იყოს რაში რომ ყავს ფეხბურთელი და ხა იმას იცის რომ აკვირდებიან, მასზე ინტერესი შეიძლება გაიზარდოს. უფრო მარტივია მისი მარკეტინგი, პრომოუშენი, გაყიდვა და ყველაფერი. კი, იმიტომ თუნდაც უცხოელები როცა მაქვს მაგათან ურთიერთობა, ანუ ყველა მეუნება რომ საქართველოს ჩემპიონატს უყურებთ და საქართველოს ჩემპიონატს უყურებენ. აი ხა რო შევადაროთ საქართველოს ჩემპიონატი და თქვათ აზერბაიჯანის ჩემპიონატი, ხო, ეხა არ მინდა რომ ისა რაღაც ისეთი შედარება გამომივიდეს არასწორი, მაგრამ ხედავთ იმის რომ ლიგაზე თამაშობს იქ. ხო, აზერბაიჯანის ჩემპიონატი ჩემი, ხო, დღეს ეხა თქვათ იგივე ფეხბურთელების და გუნდების ინფრასტრუქტურა, ბიუჯეტები და ასე შემდეგ და გუნდები თვითსიძრე რო აიღო, აზერბაიჯანის ჩემპიონატი საქართველოს ჩემპიონატს დღეს ჯობს, იმიტომ რომ უფრო კარგი გამართული გუნდები არიან ვიდრე ჩვენთან. მაგრამ უცხოელი თქვათ სკაუტების ყურადღების ქვეშ და უცხოური თქვათ თუნდაც ტოპ კლუბების ყურადღების ქვეშ არანაირად არ არის აზერბაიჯანის ჩემპიონატი, არის საქართველოს ჩემპიონატი. აი ეს უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ თუნდაც საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგას უფრო მეტი უცხოელი სკაუტი და უცხოელი კლუბი აკვირდება ვიდრე აზერბაიჯანის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგას. აი წარმოიდგინეთ რა ცოტა ისეთი არის, რა ქვია. მაგრამ რეალობა ეგეთი არის და ეს უნდა გამოვიყენოთ და ალბათ გამოვიყენებთ კიდევაც, რომ აი მასაც ვამბობდი, რომ ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ განვითარება.